საღამოშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტ ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმიშვილი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. შიდსისა და აივის წინააღმდეგ ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯი. შემცირდება თუ არა ამერიკაში ფასები აივით ინფიცირების პრევენციის პრეპარატებზე. ნიუ-იორკის საუკეთესო საცხოვრებელი ცათამბჯენი. ფრენკ გერის ახალ შენობაში ბინის ერთი თვით დაქირავება 3-დან 65,000 დოლარამდე ღირს. პრესტიჟული საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის ინოვაცია კენედის ცენტრი წარმოდგენებს ღიაცის ქვეშ მართავს. ამერიკის სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა აივით ინფიცირების პრევენციის მიზნით ერთი მედიკამენტის სახელად ტრუვა და ყოველდღიური მოხმარების რეკომენდაცია გამოაქვეყნა. უწყება, რომელიც მედიკამენტებს გაყიდვისთვის ამტკიცებს, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაა. სწორედ ამ სამთავრობო უწყებამ 15 ივნისამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოვა თუ არა ტრუვა და ამერიკულ ბაზარზე. შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში 12 საათიანი მოსმენა გაიმართა შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად შეზღუდული იმუნოდეფიციტის პრევენციის მიზნით შეიძლება გამოიყენონ. აღნიშნული მედიკამენტი ტრუვა და სახელით არის ცნობილი და სპეციალისტების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. სამედიცინო ექსპერტებმა ხმათა უმრავლესობით რეკომენდაცია მისცეს სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას ტრუვა და გამოიყენონ მაღალი რისკის ზონაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. კალი ლინდსეი ნაციონალური უმცირესობის შიდსის საბჭოს წევრია. ტრუვადას გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით აივის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯია. სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრუვადამ შესაძლოა უსაფრთხოების ყალბის შეგრძნება გაუჩინოს მომხმარებლებს და მათ საერთოდ უარი თქვან პრეზერვატივების გამოყენებაზე. როგორც ექსპერტი ბრედ მილერი ამბობს, ადამიანები უფრო მეტ შეიტყობენ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავის სხვადასხვა სიტუაციაში. ლისა და მისი ქმარი ტრეისი, რომელიც აივის ვირუსის მატარებელია, იმ 140,000 წყვილში შედიან, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ ამერიკაში. ეს ქალი ჩემზე საკუთარ თავზე მეტად ზრუნავს. საერთოდ ადამიანების უმრავლესობა, როდესაც ჩემ შესახებ იგებს, საწინააღმდეგო მიმართულებით გარბის. ლისა პირიქით მოიქცა, ცოლად გაყვა ტრეისის და ტრუვადას გამოყენება ურჩია. მე მინდა რომ ჯანმრთელად ვიყო და ვეხმარები მას, ამიტომ, როდესაც ეს შანსი გამიჩნდა, ამ იდეას აქტიურად დავუჭირე მხარი. ამ პრეპარატის გამოყენებას ტრეისიც ემხრობა. მას დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უფრო წარმატებული პრეპარატია, რაც ამ ვირუსთან საბრძოლოდ ოდესმე შექმნილა. ამ წამლის რიგში მდგარი ლისა შეწუხებულია მისი მაღალი ფასით, რომელიც თვეში $1,500 აღწევს. იმედი მაქვს, რომ ისინი დაამტკიცებენ პრეპარატს, რაც სხვებსაც მისცემს მისი გამოყენების საშუალებას. შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია არ არის ვალდებული საბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინოს, თუმცა ის მხარს უჭერს აივის ვირუსის პრევენციის ნებისმიერ საშუალებას. მიხა გეგეშიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ნიუ-იორკის ცათამბჯენებს კიდევ ერთი არქიტექტურული შედევრი შეემატა, რომელიც ნიუ-იორკ ტაიმსის შეფასებით ქალაქის საუკეთესო ცათამბჯენია. შენობა, რომელიც მე-19 საუკუნის ნიუ-იორკულ სტილსა და მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ხელწერას აერთიანებს, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლია. ფრენკ გერის მიერ აშენებულ შენობაში ბინის ერთი თვით დაქირავება 3-დან 65,000 დოლარამდე ღირს. გერის ნიუ-იორკი ამერიკაში ყველაზე ცნობილ ხედს ახალი არქიტექტურის სახელი ეწოდა. 76 სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენი საკმაოდ შთამბეჭდავია. აქ პენტჰაუზის ერთი თვის ქირა $65,000 აღწევს, ხოლო უმეტესი ბინების ქირის ფასი კი $3,000-დან $12,000-მდე მერყეობს. ამის მიუხედავად, მსურველთა რაოდენობის ნაკლებობა არ შეინიშნება. აქამდე ასეთი დახვეწილი გასაქირავებელი შენობა არასდროს ყოფილა. უმეტესად ასეთი შენობები უფრო საკუთრებაში გადასაცემად იყო. ამდენად ხალხში არსებობდა ასეთი შთამბეჭდავი გასაქირავებელი შენობის მოთხოვნა.
შენობას ცნობილი არქიტექტორის ფრენკ გერის სახელი ეწოდა, რომელიც თავის მხრივ მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯიან ლორენცო ბერნინის წმინდა ტერეზას ექსტაზით იყო შთაგონებული. შესაბამისად, შენობის ტალღოვან ფასადზე ექსტაზის გრავიურებია გამოსახული. ახალ კოშკზე გერიმ თავიდან აღადგინა ფანჯრების ეგრეთ წოდებული ერკერული სტილი, რომელიც ძველი ნიუ-იორკის შენობებს ახასიათებდა. თუ კი აქ ერკერული სტილია, უფრო სიღრმეში შორეულ სივრცეში ხვდებით, სადაც ფანჯრებით ხართ გარემოცული. ბოლო სართულზე 3 პენტჰაუზი შენდება. აქედან ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკება, სოფლიო ვაჭრობის ცენტრის ახალი შენობა, Empire State Building და ქალაქის დიდი ხიდები მოჩანს. გერიმ შენობის ინტერიერით შექმნა საძინებლები, ღია სართულები და თანამედროვე სამზარეულო სტილი ცათამბჯენის ბინების სახეა. აქ ცხოვრებისთვის ძალზედ ხელსაყრელი და არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი. აქ შეხვდებით სპორტულ კომპლექსს, სათამაშო ოთახს ბილიარდის მაგიდებით და ვირტუალური გოლფით. ასევე კინოთეატრი, დახურული და ღია საცურაო აუზები. აქ ცხოვრების სურვილი მხოლოდ ამერიკელებს არ აქვთ. აქ ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახის წევრებსაც სურთ. ასევე ყავს უცხოელი სტუდენტები, ბიზნესმენები და ფინანსისტები. როგორც New York Times-მა აღნიშნა, ბოლო 46 წელიწადში ეს ნიუ-იორკის საუკეთესო ცათამბჯენია. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ვაშინგტონში მდებარე ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაწესებულებაა. აქ თავმოყრილია თეატრი, საბალეტო, სიმფონიური და საოპერო მუსიკის დარბაზები. მიუხედავად პოპულარობისა, ცენტრი წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ინოვაციური ხედვის ნაკლებობის გამო. დაიცოთა ხნის წინ ცენტრის მესვეურებმა აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ორიგინალური ფორმაში არჩიეს და წარმოდგენების გამართვა ღიაცის ქვეშ დაიწყეს. სულელი ბერტი, რიჩ პოტერის კომიკური პერსონაჟი მაყურებელს თავისი მრავალფეროვანი უნარებით ართობს. კაპიტოლიუმის შორი ახლოს მოსიარულე ვაშინგტონელებს ფესტივალის კიდევ რამდენიმე გმირი ახალისებს, მათ შორის მარკ ჯასტერი და ემილი შუბერტი. ქუჩაში მსახიობები კენედის ცენტრის ფესტივალის ამერიკის ქუჩის ხელოვნება გამოვიდნენ. ორგანიზატორი ჯონ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების უბრალოდ კენედის ცენტრია. გართ როსი საზოგადოებრივი ჩართულობის ვიცე-პრეზიდენტია. ფესტივალის ძირითადი აქცენტი ჩვენი აუდიტორიისა და კოლექტივის საზოგადოებრივ ადგილებში შეხვედრის წახალისებაა, რათა ხელოვნების მოყვარულმა საზოგადოებამ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა კონტექსტში ხელოვნება შეიცნოს. ამით ისინი უფრო მეტად დაფიქრდებიან, თუ როგორ შეიძლება გახდეს კულტურა მათი ყოველდღიურობის ნაწილი. კენედის ცენტრის ელეგანტური დარბაზები ცნობილია ძვირადღირებული კონცერტებით, თუმცა აქვეა უფასო ყოველდღიური მუსიკალური საღამოებიც, შედარებით ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. ფესტივალი ღიაცის ქვეშ მათთვის ექსპერიმენტია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კენედის ცენტრი ფესტივალს მართავს სხვა შემსრულებლებთან და ცენტრის ფარგლებს გარეთ. ქუჩის მსახიობები ფესტივალით აღფრთოვანებულნი არიან. ეს თეატრი ქუჩაში დაიბადა, ისტორიულად ის ხან ღიაცის ქვეშ, ხან არა და შენობაში აჩვენებდა წარმოდგენებს. ამიტომაც ჩვენ ახლა კიდევ მეტად უშავთ ხავს, რომ ლეგიტიმური თეატრი ვართ. ეს არის მთავარი მესიჯი. ერთი კვირის განმავლობაში ეს უფასო ფესტივალი ვაშინგტონელებისთვის კარგი თავშესაქცევია ლანჩის დროს. მსახიობები პარკებსა და მოედნებს სტუმრობენ და გამვლელებს სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობენ. შესვენებისას გამოვიარე და ეს სანახაობა დამხტა. ახლა უფრო დავინტერესდი. I give you the world stage premiere, Madeline the Amazing. პერფორმანსების უმრავლესობა იუმორისტული და თან ინტერაქტიულია. გადასარევია, ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ კენედის ცენტრი ამას ხალხისთვის აკეთებს. იმედია უფრო მეც ვიხილავთ მათგან. პენსილვანიელ ევანსაც უნდა კენედის ცენტრი ქუჩაში კვლავ იხილოს. კენედის ცენტრი ანალოგიური წარმოდგენებით იმედია ინტერესს გაზდის ვაშინგტონის მიმართ. ურიცხვი ღიმილიანი სახისა და აღტაცებული სტუმრის შემყურე კენედის ცენტრის მესვეული წარმატებით კმაყოფილია. როსი გვეუბნება, რომ ამიერიდან ვაშინგტონელებს კენედის ცენტრის მსახიობების ექსპერიმენტი არაერთხელ გაახარებს. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.
ამერიკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ საბავშვო მწერალს გამოემშვიდობა. მორის სენდაკის დაუვიწყარი გმირები და ცნობილი ილუსტრაციები ნებისმიერი ასაკის ლიტერატურის მოყვარულთა მეხსიერებაში სამუდამოდ არჩევა. მორის სენდაკის საბავშვო წიგნის სახელწოდებით იქ სადაც ურჩხულები ცხოვრობენ პატარა ბიჭუნა მაქსზეა, რომელიც მისივე გამოგონილ ურჩხულებით დასახლებულ სამყაროში ცხოვრობს. მორის სენდაკის ამ ზღაპარზე 2009 წელს დისნეის კინოკომპანიამ ფილმი გადაიღო. ახლა კი ნიუ-იორკის ერთ-ერთმა მუზეუმმა ამ ნაწარმოებზე მწერლის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გამოფინა. მორის სენდაკმა თავისი ზღაპრით ილუსტრაციებით და ტექნოლოგიებით მსოფლიო საბავშვო ლიტერატურაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. როდესაც მის ნაწარმოებს დასრულ ასაკში კითხულობ, ბავშვების ზღაპრულ სამყაროში ბრუნდები და ხვდები თუ რაზეა ეს თავგადასავალი. სენდაკის ზღაპრის მთავარი გმირი მაქსი ცელქი და მოუსვენარი ბავშვია. იგი რეალურ ცხოვრებას გაურბის და ველურ სამყაროში ხვდება. 50 წლის წინ მორის სენდაკმა ეს ზღაპარი იმ ბავშვებისთვის დაწერა, ვისაც შიშის დაძლევა უჭირს და კომპლექსების ტანჯავს. პირველად ზღაპარი იქ სადაც ურჩხულები ცხოვრობენ, ავტორმა 1963 წელს გამოსცა. ზღაპარმა საბავშვო ლიტერატურაში მანამდე დამკვიდრებული დამჯერი ბავშვის იმიჯი შეცვალა და მკითხველებს ახალი გმირი წარმოუდგინა. მორის სენდაკს არ უყვარდა, როდესაც მას საბავშვო მწერალს უწოდებდნენ. იგი ამბობდა, რომ ადამიანის მდგომარეობაზე წერდა და მკითხველს მის წასაკითხად ასაკი არ სჭირდებოდა. სენდაკმა ასევე უარი განაცხადა საკუთარი ნაწარმოების ციფრული ვერსიის შექმნაზე. ძულს ელექტრონული დიდერები არ ამგონია მათ ჩვეულებრივი წიგნები შეცვალონ. თუ ეს მოხდა, მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები. მორის სენდაკის შემოქმედებამ მწერლის ცხოვრების მეორე ნახევარში ლიტერატურის საზღვრებს გაცდა და სასცენო დეკორაციების შექმნა დაიწყო. თუმცა სენდაკი ყველაზე მეტად ბოლო დროს მაინც საკუთარ ნაწარმოებზე შექმნილმა ფილმმა აღაფრთოვანა. I don't believe it's happening. This is a dream, right? წერალი მორის სენდაკი მკითხველებმა მაქსის და ურჩხულების გამო შეიყვარეს. მათი სამყარო ხომ ზღაპრულია და უამრავი მოულოდნელობებით არის აღსავსე. თამარ დარგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე 3w.amerikiskhma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდოწყაროა.